მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ეთერში ბოლნის სისხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნის სისხმა პროექტი მისი ხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია DVV International და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ მრავალშვილიან დედებზე, ქალებზე, რომლებსაც დღეს ძალიან დიდი შრომის გაწევა უწევს იმისთვის, რომ იცხოვრონ, უწევთ რამდენიმე ადგილზე ერთად მუშაობა. სწორედ ჩვენი სტუმარიც დღეს ესეთი აქტიური ქალბატონია, მრავალშვილიანი დედა, თამარ მუსხელიშვილი, ქალი, რომელიც მარტო უძღვება მცირე ბიზნესს, ის ასევე მუშაობს მაღაზიაში მოლარე კონსულტანტად და არის 4 შვილის დედა. იგი გვესაუბრება სირთულეებზე, რომლებსაც წააწყდა მის ცხოვრებაში, მის მიღწევებსა და გამოცდილებებზე. ინტერვიუზე იმუშავეს ნანუკა ფრუიძემ და ლიზი გიორგაძემ, ბოლნის სისხმის მოხალისე ჟურნალისტებმა. მოგესალმებით, მე გახლავართ თამარ მუსხელიშვილი, ვარ კონდიტერი. 2017 წელს დავიწყე ჩემი საქმიანობა, ჯერ ვაცხობდი სახლში, ასე ჰობად გადამექცა. და მერე მეზობელს გამოუცხე მეორე მეზობელს და დიდი მოწონების შემდეგ უკვე დაიწყო შეკვეთები, მაგრამ არ ვიცოდი დიზაინის მორთვა, ფიგურების დამზადება, მარცეპანზე მუშაობა და გადავწყვიტე, რომ მესწავლა პროფესიული მხრით და წავედი სასამხეთში. ვისწავლე, ერთწლიანი კურსი 6 თვეში დავამთავრე, აჩქარებული კურსით, რადგან მყავდა მაშინ 3 პატარა. ყველა მყავდა ბაღის და აჩქარებული კურსით დავამთავრე. მაქვს სერტიფიკატიც და დიპლომიც და 2017 წლიდან მოღვაწეობ ამ საქმიანობით. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ეხლა მყავს 4 პატარა, ამასთან ერთად მუშაობ შპს გვირილაში. მოლარე ოპერატორად. ძალიან რთული არის. ძალიან საპასუხისმგებლო და ასევე ძალიან დიდ სიამოვნებას და სიყვარულით ვაკეთებ ნებისმიერ შეკვეთას. უძილო ღამეები. ძალიან რთული არის სათითაო დაამზადო ყველა დეტალი, მომხმარებლის ყველა სურვილი ისე შეასრულო, რომ კმაყოფილი იყოს შემდეგ. რა ვიცი, როგორც ფინანსურად გჭირდება 4 შვილი, ცოტა დროს არითხოვს ეს ყველაფერი და ფინანსი და დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი პროფესია და იმით ვარ გახარებული, როცა ვწერო მოგეწონათ ტორტი, ის კომენტარები ჩემთვის ყველაფერია. ფული იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, როგორც შენი სახელი, საქმიანობა და შენით რომ მომხმარებელი კმაყოფილია და ამ ყველაფრის შემდეგ იზრდება მოთხოვნა შეკვეთების და რა ვიცი, ბედნიერი ვარ და ყველას მოვუწოდებ, რომ ვისაც უყვარს ცხოვრება, მართალია ძალიან რთულია, მაგრამ სიყვარულის, როცა გიყვარს შენი საქმიანობა, ნებისმიერ სირთულეს გადალახავ. ყოფილა დღეები, რომ მე 4-5 ღამე არ მძინებია, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ მე თავი დავანებო, მოსაბეზრებელია. არ შემიძლია ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიყვარს ჩემი საქმიანობა, ჩემი ოჯახი და დიდი სიყვარულით ვასრულებ ამ დავალებას. მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს იმისთვის, რომ იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მადლობა ლიზის და ნანუკას ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. მე დღეისთვის გემშვიდობებით.